მოგესალმებით ჯეოთიმის გამომწერებო, კვლავ დინამო არენა, კვლავ სანაკრებო თამაშის ლოგი. თურქეთთან არა სასურველი სტარტის შემდეგ 3 დღეში საქართველოს ნაკრებს აქვს შანსი რეაბილიტირდეს საკუთარი გულშემატკივრის წინაშე და ჩვენი მეტოქე იქნება ბულგარეთი, მატჩი რომელიც აუცილებლად მოსაგებია. მანამ სალამ დაიწყებთ ამ ვიდეოს ყურებას, გთხოვთ გამოიწეროთ ჯეოთიმის YouTube არხი, მოიწონო ეს ვიდეო და ჩაუჯექი საქართველოს ბულგარეთი ჯეოთიმის YouTube არხზე წავედით. Როიში მოგესალმებით. თურქეთთან თამაშის შემდეგ რას ფიქრობთ ბულგარეთთან თამაში როგორ შეიძლება იყოს და როგორ წაუვა ჩვენს თამაში ამ 3 დღის წარუმატებელი სტარტის შემდეგ? ვფიქრობ, რომ განსხვავებული მატჩი იქნება. შემადგენლობაც უკვე ცნობილია და ვიცით, რომ კაშია არ არის და კაპიტნად პირველად იქნება ნაკრებში კვარაცხელია. ნიკა გაგნიძეც შესარჩევ მატჩს პირველად დაიწყებს ძირითადიდან. გონია რომ რაღაცა შემტევი თამაში იქნება და პირველ ნომრად ვითამაშებს და ალბათ განსხვავებული იქნება რა თურქეთთან თამაშისგან. კვარას კაპიტნობაზე რას ფიქრობ? სოჩურს არ ველოდი, იმიტომ რომ ჩემს მოულოდნელია ახლა კვარას კაპიტნობა, მაგრამ ალბათ ესე გადაწყვიტა შტაბმა და ფეხბურთელებმაც. საინტერესო სიახლე გვაქვს მეგობრებო, შემადგენლობა დაიდო და საქართველოს ნაკრებს პირველად ისტორიაში ეროვნულ ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელი აუკაპიტნებს. ცვლილებებია შემადგენლობაში, გურამ კაშიას ვაგროვად ცენტრალურ მცველად იდგება ლუკა ლოჩაშვილი, ხოლო მარცხენა მცველად ირაკლი აზაროვი. 4 ნახევარმცველით თამაშობთ, ნიკა გაგნიძე იქნება გიორგი ციტაიშვილის დაცვად. მექვაბა, კოჩორა, გაგნო შუაში, წინ შეუცვლელი ტრიო, კვარა, მიქაუტა და ზუკა. მალე დაიწყება გახურება გუნდების. ამინც რაც შეეხება საკმაოდ ცუდი ამინდი გვაქვს დღეს. თამაში დაიწყება მალე. 5 წუთში გამოვლენ ფეხბურთელები. სტადიონი სავსეა. არის ადგილები, თუმცა ჩემი აზრით შეივსება მალე თამაშის დაწყებამდე. ჩვენ ერთად არის აბეღლავი, რომელსაც თამაშის განმავლობაში მივიღებ და მინერალებით დავიმუხტები. ხა კი მივყვეთ თამაშის სვლელობას.
და საშინელი წვიმა, აი ძალიან მაგრამ გაწყო 5 წუთი წინ არ წვიმდა. ცოტა არეულად დავიწყეთ თამაში. მეოთხე წუთზე მამარდამ გადაგვარჩინა, მაგარი ბურთი აიღო. ვერ გეტყვით რომ პირველი 6 წუთი მომწონს. იმიტომ რომ ბულგარელები უტევენ. ბულგარელები შეტევას კაკაბამ უპასუხა, მარჯვენა ფლანგიდან შესულია დარტყმით, თუმცა სადებიუტო გოლი ბულგარეთთან მეკარემ არ გაატანია. ძალიან ახლოს იყო კაკაბა პირველ გოლთან ეროვნულ ნაკრებში. თამაში გრძელდება, ჩვენ გვიჭირავს ბურთი მე-10 წუთზე. როგორც თქვი, ძალიან საჭირო იყო პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები დაწინაურებულიყო და 30 წუთზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩვენი გუნდი დააწინაურა. 1-0 ვიგებთ და ვაგრძელებთ შეტევებს ხვიჩას. მე-20 გოლი საქართველოს ნაკრებში. გონი ჟორჟაცოცია გაუთანარებდნენ ერთმანეთს. იყვებიან ერთმანეთს ფეხ-დაფეხ. პირველი ტაიმის ბოლოს ჩვენი უპირატესობა ორბურთიანი გახდა, ძალიან კარგი სხივობით გავდივართ შესვენებაზე. ნიკა გაგნიძის სადებიუტო გოლი ეროვნულ ნაკრებში გილოცავთ გაგნო ეს ერთი და სხვა მრავალი. პირველი ტაიმი დასრულებულია 2-0 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. ხვიჩა კვარაცხელიას და ნიკა გაგნიძის გოლებით ვიგებთ. პირველ ნახევარს დამაჯერებლად. მეგობრებო, შეგახსენებთ რომ ჩვენი არხის წარმდგენია კომპანია აჭარაბეთი, მადლობას ვუხდით მათ ჩვენი გვერდში დგომისთვის. ხა წამოდით და მივყვეთ მეორე ტაიმის სრულობას და იმედია კიდევ უფრო მეტ გოლს ვიხილავთ დარჩენილ 45 წუთში. მეგობრებო, მეორე ტაიმი დაიწყო და 53 წუთზე შუა თამაშის დროს უყურებდით თან და შევეტყვით რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის მე-4 ფინალში გავიდა, გილოცავთ ყველას. სენსაცია, საფრანგეთის ნაკრები დამარცხებულია. ძალიან კარგი დღეა საქართველოს ფეხბურთის ნაკრები 2-0 იგებს და უდიდესი სენსაცია საფრანგეთის ძლიერ ნაკრებს მოუგო საქართველოს ნაკრებმა. ძალიან კიჟინა დაინგრა სტადიონი, მეც ემოციაში ვიყავი, ვერ გადავიღე და გილოცავთ ყველას. მე-9 წუთი გიორგი მიქაუტაძის გოლი და ჩვენი მესამე გოლი. ბულგარეთის ნაკრების კარში თამაში მოგებულია. გილოცავთ, ვიხარია ისიც რომ გიომაც შეაგდო თავისი 21 გოლი საქართველოს ნაკრების მაესური და შოთა აროლაძის რეკორდს კიდევ უფრო მიუახლოვდა. ისევ მოუმატა წვიმამ დაცხო. ახეთ, მაგარი წვიმაა, მეგობრებო. იმედია თამაში დამთავრდა კიდევ ერთ გოლს ვიხილავთ.
გილოცავთ ყველას მატჩი დასრულებულია საქართველოს ბულგარეთის 3-0 ყვარას გაგნოს და მიქაუტას გოლები ჩვენს უკან ფეხბურთელები მადლობას უხდიან გულშემატკივრებს ახლა წამოვყევით მიქსონაში და ბიჭებს გავესაუბროთ რომლებიც შევლენ გასახდელს შემდეგ ჩვენთან სასაუბროდ გამოვლენ გილოცავთ გამარჯვებას როგორ ფიქრობ იმ ცუდი თამაშშემდეგ 3-0 კლინშიტი კარგი რეაბილიტაცია თამაშიდან თამაშამდე უნდა მოვუმატოთ ყველა თამაშის განსაკუთრებული მომზადება ჭირდება რთული თამაში იყო თურქეთთან რთული თამაში იყო დღესაც მაგრამ საბედნიეროდ დღეს გავიმარჯვეთ რა შეიცვალა ამ ორ დღეში ბიჭებში აილაპარაკეთ მიგდომათონაც აიყო გასწრებული ამ თამაშისთვის ჩემი აზრით უბრალოდ უფრო მეტი კონცენტრაცია გვმართებს პირველივე წუთებიდანვე იმიტომ რომ ბევრი თამაშია უკვე პრობლემები გვაქვს პირველივე წუთებში შემდეგ ვასწავლებ ხოლმე თამაში მაგრამ რამდენჯერმე უკვე გვიანი იყო ეს ყველაფერი დღესაც იყო საშიშროება რომ პირველ წუთზე გაგვეშვა გოლი საბედნიეროდ არ გაგვეშვია შემდეგ მოვახერხეთ და მოვიგეთ თამაში. იო, შენ როგორ ვძრობ ამ სანაკრებო შეხვედრაზე, როგორ ჩამოყვედი რამდენად კარგ განწყობაზე, იმიტომ რომ სანაკრებო თამაშებს ჩამოსვა კარგ განწყობა, თუმცა კლუბიდან როგორი ხასიათით წამოვედი? კლუბიდან წამოვედი ბედნიერი, იმიტომ რომ მინდოდა თამაში ნაკრებში და ვიცოდი თუ თამაშები მელოდებოდა, მომზადებული ჩამოვედი. სამწუხაროდ თურქეთთან არ გამოვიდა ესეთი თამაში როგორც ყველა ველოდებოდით, მთლიან გუნდს არ გამოგვივიდა ჩემი აზრით. დღეს მოახერხეთ და გავიმარჯვეთ. მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, რადგან ეს ხალხი ვერ მაგ მოტივაციას და ენერგიას მაძლევს, რომელიც მიმყობა მე მთელი წელი. იქაც ლივერპულში ადაპტაციის პროცესია, კვლავ თუ დასრულებული ადაპტაცია. ყველამ ვიცით რომ პრემიერ ლიგაში თამაში არ არის მარტივი, ბევრი ფეხბურთელს უჭირს. ჩემი აზრით ადაპტაციის პერიოდი კარგად მიდის და გუნდის სრულფასოვანი წევრი ვარ, ესე ვთვლი და იმედი მაქვს მალე დავიწყებ თამაშებს, მომიწევს თამაშები და დავამტკიცებ რომ მე შემიძლია ლივერპულში თამაში. მოდი, საბა როგორ? მოდი. ეხლა რა გასხია? არ ვიცი, სახელი რომ არის. ოდნა, ვისე რომ დავკი რომ ყველა აკეთებს. ზუბა. მადლობა. ოდიო. საბა, თურქეთთან თამაშის შემდეგ კლინშიტით 3-0 კარგი რეაბილიტაცია შენთვის? ნუ შენ ეცოდინება რომ რთულია რა, ესეთ გუნდებთან თამაში რო ელოდები რომ მოიგებ შეიძლება კონცენტრაცია გაგეპაროს, მაგრამ არ მოხდა ეს ესე, ძალიან ბედნიერი ვარ, მით უმეტეს შრალი კარი ყოველთვის სასიამოვნოა და ეს არ მithქვამს და მინდა ვთქვა რომ დაიწყო მამარდადან, რაც გააკეთა პირველ წუთებში. მაგ მომენტიდან დაიწყო თამაში მამარდამ რა. და ულოცავ ბიჭებს გამარჯვებას და მადლობა ძალიან დიდი გულშემატკივარს. ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ არა აქვს მათთვის ამის მნიშვნელობა, როგორც ჩანს, იმიტომ რომ მე გზნობდი ძალიან დიდ ხარდაჭერას მათთან. ეხლა ფიგურები ეროვნულ ნაკრებში შენი მესამე თამაში იყო სასტარტო შემადგენლობიდან, როგორ მიდის ადაპტაციის პროცესი გარემოში? ძალიან კარგად, იმიტომ რომ ძალიან მეგობრული გარემოა, ბიჭები ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან, ოჯახის წევრები ვართ ერთმანეთის, ესე რომ ვთქვათ. და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, ძალიან ბედნიერად ვგზნობ თავს, ძალიან მიხარია, როდესაც აქ მოვდივარ, ის ერთი კვირა არ მყოფნის პირდაპირ ვთქვა, მაგრამ ნუ თავარია ვიხვეწებით, წინ მივდივართ და ველოდებით უფრო და უფრო კარგ შედეგებს რა. შენ მე მითხარი, რომ როცა პირადად ვახანეკავით, რომ კლუბში როცა მივდივარ, თავიდან არ არის მარტივი პროცესიო, აი უდინეზე შენი ადაპტაციის პროცესი როგორ მიდის? უდინეზეში ადაპტაციის პროცესი, რა თქმა უნდა, რთულია, იქიდან გამომდინარე, რომ წინ გადადგმული ნაბიჯია და ახალ ლეველზე ადიხარ. მაგრამ ყველაზე კარგი ისაა, რომ ყველანაირი საშუალებაა განვითარების, ყველაფერი მაქვს და ეხლა ნათამაშები ჩავდივარ 2:90 წუთი მაქვს ნათამაშები, ნაკრები ძალიან დამეხმარა ისევ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დავიმკვიდრებ თავს იქაც. ზუკა, გილოცავ გამარჯვებას, როგორ ხასიათით გუნდები კლუბში 3-0 გამარჯვების შემდეგ? რა თქმა უნდა, თურქეთის მე ძალიან აუცილებელი იყო ესეთი გამარჯვება, მით უმეტეს კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ, კარგი გოლები გავიტანეთ და ძალიან ბედნიერი ვარ, ბიჭები ძალიან ბედნიერები არიან ყველა და ძალიან კარგი გამარჯვება იყო კლუბში, ახლა ჩავვალ პოზიტიურ განწყობაზე და გავაგზავნებთ შრომას ვარჯიშებთან შევხვდებით შემდეგ შეკვეითს. ნაკრებში როგორი განწყობით ჩამოყვდი, იმიტომ რომ არ იყო მარტივი ზაფხული შენთვის ატმოსფერო ბევრი ჭორი იყო, რაც ყოველთვის ახდენს ფეხბურთზე გავლენას და აი ნაკრებში როგორ ჩამოყვდი, რამდენად ფსიქოლოგიურად გამშვიდებული. რაც არ უნდა ხდებოდეს ნაკრებში ჩამოსვლა, ჩემთვის
ძალიან დიდი ბედნიერება, ამიტომ ეს ყველაფერი ნაკრებს არ დაეთყობოდა არასდროს და არც დაეთყობა მომავალში თუ იქნება მსგავსი სიტყვაზე რამე დაძაბულობა ჩემს ესეთი ორი ძლიერი თამაში, ძალიან ორი მაღალი დონის თამაში შემოხავაზე, გოლი დღეს საოცარი პასი. როგორ ფიქრობ? აი ეს ტრიო შეტევაში მცხარ. ხო არა, ზუგავი თავდა კარგი ქიმია რო ფეცონეში. კი, ვფიქრობ რომ კარგი ქიმია გვაქვს და ეს ყველაფერი გამოჩნდა და იმედია შემდეგ თამაშებშიც ახალი ტაქტიკა რომელსაც გამოვედით 3-3 დანერგვა უნდა ის არის ეს გამოვედით წინა თამაშის ეხლაც რამდენად კომფორტულია რამდენად მარტივად ადაპტირებული თამაშს ჩვენთვის ძალიან კომფორტულია ვფიქრობ რომ მარტივად შეგვიძლია ამაზე ადაპტაციის გავლა იმიტომ რომ გუნდებში ბევრი ვთამაშობთ ესე და ვფიქრობ ეს ყველაფერი წაადგება ჩვენ ნაკრებს გილოცვა დავიმაგრო თუ არა აი ანუ სუპერ მატჩი გილოცავ სადებიუტო გოლს ეროვნულ ნაკრებში დაგანწყობილ გუნდები ახლა კლუბში სასწაული ემოცია იყო სასწაული განწყობა მიხარია რომ სამი ქულა მოვიპოვე და რა თქმა უნდა ეს მუხტი გუნდშიც გამყვება და დიდი იმედი მაქვს რომ იქაც გამომადგება რა დავალება სამშობლოა როცა ეს სასწავლო შემოგვაშა ჩემი დავალება იყო რომ ჩემი პლუსები გამომეყენებინა და შეტევაში საჯარიმოში ჩართულიყავი და აუცილებელი იყო მოწინააღმდეგე ან თამაშობდა ძირითადად კონტრშეტევაზე და ეს კონტრშეტევები საქმეთა იყო ასევე ჩვენი ნახევარმცველების დავალება. ბევრჯერ გიოცებია ამ ესე. კი, სიმართლე რო გითხრა კი და თამაშის მე კაშისაც ველაპარაკე და კაშომაც მითხრა რომ დარწმუნებული იყო რომ ჩემი ოცნების სახვიანა იყო ეს და ვეთანხმები 100%. კაპიტანო გილოცავ გამარჯვებას. როგორ ფიქრობ თურქეთთან წაგების შემდეგ 3-0 კარგი რეაბილიტაცია იყო საკუთრივ შემადგენლობთან? რა თქმა უნდა, კარგი რეაბილიტაცია იყო. გინდა გვეფიქრებოდა იმაზე რომ რო არ წაგვეგო დღეს როგორ იქნებოდა თამაშს მე ყველა მაგაზე ფიქრობდა. მაგრამ ჩემი აზრით ყველაფერი წინ არის. ჩვენ ბევრჯერ დავამტკიცეთ რომ ყველა გუნდთან თამაში შეგვიძლია, ყველა გუნდთან გამარჯვება შეგვიძლია და უნდა მოვემზადოთ ოქტომბრისთვის მაქსიმალურად კლუბებში უნდა ვითამაშოთ და იდეალურ ფორმაში უნდა დავბრუნდეთ ოქტომბრისთვის რომ ორივე თამაში წარმატებით დავასრულოთ. ხუჭა ძალიან ბევრი ტიპური გათმოებული დიდი თამაშები ბევრი ოცნება გახტენილი არ იყო თუ არა ის დღე კაპიტნის სამკლაურ ნაკრების გაყვანა რომელზეც ფანტანა ხუჭას ბევრჯერ უოცნებია კი რა თქმა უნდა ოცნებაც რაღაც რთული იყო არ წარმომედინა რომ ერთ დღეს შემეძლო გუნდისთვის მე კაპიტნა ეროვნულ ნაკრებისთვის მით უმეტეს და რავი ძალიან ბედნიერი ვარ უგზნობ ამ პასუხისმგებლობას მაგრამ რა თქმა უნდა სანამ კაშო ფეხბურთს თამაშობს ის არის ჩვენი კაპიტანი და ძალიან ბედნიერი ვიყავი რა თქმა უნდა როცა მითხრეს რომ კაპიტანი ვიქნებოდი დღეს და ვფიქრობ რომ ამ ყველაფერს თავი კარგად გავარჩი. ხუჭა შეხარ ფეხბურთთან როცა საჯართან კომუნიკაცია თამაშობს უყვარს ხუჭა კვარაცხელიას კაპიტნის სამკლაური საჯართან ურთიერთობაში ხილავდა არ ვიცი სხვათა შორის ეს საჯი უჩვიდ მეჩი შემხვდა და ძალიან კარგი მსაჯი იყო ჩემი აზრით ერთ-ერთი მაგალითია როგორ უნდა ილაპარაკო ფეხბურთელთან და რა ვიცი ძალიან ბედნიერი ვარ რომ კაპიტნის ეს მსაჯი დამემთხვა რა კაპიტანმა ხუჭა კვარაცხელიამ გასახელში თამაშის წინ რა ჩვენ გუნდში ასე ვთქვათ როცა კაშუა ხომ კაპიტანი კაშუ გაზოს იმის უფლებასო თვითონ ფეხბურთელმა ვისაც რამე სათქმელი აქვს ყველა მილაპარაკოს და განსაკუთრებული არაფერი უბრალოდ ყველა ერთმანეთს ვამხნევებდით მნიშვნელობა არ ქონდა დღეს მე მეკეთებოდა სამყარო თუ სხვა ადამიანს ჩვენთან გუნდში ისეთი სიტუაციაა რომ ყველა აზრს უფლებას თავს რომ სიტყვა თქვას мотиваცია მოგცეს და გავაძლევთ ერთმანეთი ხუჭა შენ არც თუ ისე კარგ ფორმაში გამოდი საერთო შეკრებაზე და გონდა ორი ტოპ თამაში ეროვნულ ნაკრებში ეს თამაშები დაგეხმარება თუ არა რომ ზუსტად ესე გააგრძელოთ ესეში რა თქმა უნდა დამეხმარება იმიტომ რომ რთულია როცა ტრამვიდან ბრუნდები და ესეთი მნიშვნელოვანი თამაშები გიწევს ნაკრებში ძალიან დარდობდი იმაზე რომ ვიცოდი რომ მაქსიმალური ფორმაში არ ვიყავ იმიტომ რომ რთულია როცა არც ბორი გაქვს გავლილი და ტრამვა გიწევს მაგრამ ჩემი ნაკრებისთვის ყოველთვის ვცდილობ რომ მაქსიმუმი გავიღო და ჩემი აზრით რაც შემეძლო მოედანზე თურქეთთან და ბულგარეთთან გავაკეთე
და რა ბედნიერი ვარ რომ დავიხმარე, მაგრამ იმასაც ვფიქრობ და იმასაც პასუხისგებლობასაც ვიღებ, რომ უფრო მეტი შეიძლებოდა. ეკრანზე დავინახე უცბად რომ 10 ქულით მოვუგეთ და მაგდროს ხიზანას ჩაუვარე და ხიზანას უმრობოდი მართალია მეთქი რაღაც ძალიან გავიკვირდა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა საფრანგეთი ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი არის და ბიჭებს რავი ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, ჩემი აზრით მათ შეუძლიათ რომ კიდე წინ წავიდნენ და ძალიან გაგვახარეს გუშინ იმაზე რაღაც დავწუხებულები ვიყავით რომ ვერ უყურებდით მათ თამაშს, მაგრამ რავი ძალიან დიდი ბედნიერება გვაჩუქეს და დღეს ჩემი აზრით საქართველოს დღე არის, იმიტომ რომ ესე დიდი წარმატება იშვიათია და ძალიან ბედნიერები ვართ რომ ჩვენმა საკალათბურთო ნაკრებმა ეს მოახერხა. ესეც ასე მეგობრებო, ჩვენი ვლოგი ბულგარეთთან მატჩიდან დასრულებულია. იმედია ისიამოვნეთ, გილოცავთ გამარჯვებას, მოისმინეთ ბიჭების კომენტარები. ასევე გილოცავთ საკალათბურთო ნაკრების გამარჯვებას საფრანგეთის წინააღმდეგ. ვთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არქივი, ვისაც ეს აქამდე არ გაიკეთებიათ, მოიწონოთ ეს ვიდეო და ველოდებით თქვენს კომენტარებს. შევაფასოთ და შევაჯამოთ 10 ბალიანი სისტემით სექტემბრის სანაკრებო პაუზა. გამოგვიწერეთ, იმიტომ რომ წინ ძალიან მაგარი ვიდეოები ველოდებათ ძალიან მალე. მადლობა და მომავალ შეხვედრამდე.